32 წელი სოხუმის დაცემიდან ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციით დასრულდა. სოხუმის აღების შემდეგ სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. სხვადასხვა მონაცემით ომმა 10-დან 30,000-მდე ადამიანი იმსხვერპლა, დევნილად იქცა 300,000-მდე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამოღებულია 200 კილოგრამი ჰეროინი, რომლის ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება. დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე 1989 წელს დაბადებული პირი. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით მან 2012 წელს დაბადებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა და გავრცელდა. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. წულუკიანი ადასტურებს, რომ ოცნება მისი კომისიის დასკვნას ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად გამოიყენებს. მისი თქმით, კომისიის დასკვნა გახდება საფუძველი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და ნაცმოძრაობისა და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. შვედეთში საზღვაო ბაზასთან ახლოს უცნობი დრონები შენიშნეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ დრონები ბაზიდან 10 კილომეტრის მოშორებით დაფრინავდნენ. პოლიცია ეჭვობს, რომ ინციდენტს კავშირი აქვს დანიასა და ნორვეგიაში 22 სექტემბერს დრონებით საჰაერო სივრცის დარღვევასთან.